მოგესალმებით გქონუყრობთ GeoTeam-ის YouTube-ს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. GeoTeam-ის და Heineken-ის პარტნერშიპი ბრუნდება ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას ერთწლიანი პაუზის შემდეგ ამჯერად PSG-ს მაისურით ჩვენ ახლა ვიმყოფებით ადგილას, სადაც უნდა გაიმართოს ჩემპიონთა ლიგის მატჩი ბრესტსა და PSG-ს შორის. მანამ სანამ დაიწყებთ, ამიტომ ყურადღებას გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების ვლოგი GeoTeam-ის YouTube არხზე წავედით. მაჩის დღე გენგამში ვართ ამ ქალაქში, იმიტომ რომ ბრესტის სტადიონს არ აქვს უფლება მიიღოს ჩემპიონთა ლიგის თამაშები UEFA-ს კრიტერიუმებიდან გამომდინარე და ჩვენ აქ ჩამოვედით გუშინ ღამით პარიზიდან მატარებლით და სტადიონთან თითქმის მოვედით უკვე, მალე გაჩვენებთ სტადიონსაც. უკვე ხედავთ, აი აქ არის. უნდა მივიდეთ UEFA-ს ოფისში და ჩვენი კუთვნილი აკრედიტაცია ავიღოთ. წამოვყევით. მე შეგინთაც განახებთ სტადიონს. UEFA-ს ოფისთან ვართ. არავინ არ არის, ხა იქ შევედი, მალე მოვლენ. ჩვენ კუთვნილ აკრედიტაციას ავიღებთ და შემდეგ უკვე მოგიყვებით გუშრეები გადამხდა რა. საერთოდ მიყურს ესეთ ქალაქში რანაირად ტარდება ჩემპიონთა ლიგის თამაში. თუმცა როცა უკვე სტადიონზე შევალთ, ხეს დაგათვალიერებიოთ რა სიტუაცია იქნება და მოგიყვებით ჩემს თავგადასავლებს მოკლედ. გენგამის სტადიონზე ვიმყოფებით, სადაც თამაში უნდა ჩატარდეს ხვალ ბრესტი PSG. დაგათვალიერებიოთ სტადიონს, მაგრამ რასაც ვთქვათ, მინდორი არის ძალიან ცუდი. აი ამ მინდორზე უნდა ითამაშონ ბიჭებმა და ცოტა უცნაურია სტადიონი გადმოუტანეს, მაგრამ მაინც ესეც მინდორზე უნდა ითამაშონ. იმედია ყველაფერი კარგად წავა PSG-სთვის. ტრიბუნაზე ეტევა 19,000 ადამიანი. პატარა სტადიონი საკმაოდ დარწმუნებული რომ გაივსება. თუმცა ძალიან მაინტერესებს. აი ამ ადგილიდან როგორ უნდა უყუროს გულშემატკივრმა თამაშს. აი აქედან სადაც ვიღაც დაჯდება. აქ არის საცარიელო სკამი. მე მგონი გაუჭირდებათ არა აკრედიტაციის აღების და პატარა პაუზის შემდეგ დავბრუნდით სტადიონზე. სადაც დაახლოებით 9 საათში დაიწყება PSG-ს მატჩის წინა ვარჯიში ბრესტთან თამაშამდე უკვე შუქებით ჩართეს სტადიონზე, როგორც ხედავთ. სტადიონზე გადავაწყდი PSG-ს საკმაოდ ცნობილ ადამიანს, რომელიც სოციქსელებს მართავს ამ გუნდის, დავით ბატლერს, იგივე დევიდ დე ჰოუს, რომელიც ბევრმა იცის 4-3-3 ვიდეოებიდან. მე ახლა მასთან მივალ და ვეცდები რამდენიმე სიტყვით გავესაუბრო. I think he's incredibly gifted on the ball. The ball like sticks to his foot like glue, so he can beat players at ease very, very easily. I always thought he beat one or two players, giving assists, but I'm also finding out that he scores a few goals as well. So for me, I'm very excited. No, they're definitely excited. Definitely excited. For us, it's also a nice boost because it's nice to see new fans in our comments. It's nice to see fans that are really engaged. And of course, Kvara is a legend for them, a hero. So as soon as we started posting, we could see the Georgian flags in the comments, the Georgian language in the comments as well. So it's good. Maybe you must to learn Georgian language. Yeah, maybe, yeah. I tried to, when I first saw Kvara, I tried to tell him, Muchichorek Chizai, which I thought was, how are you, in the part of Georgia that he's from. But when I told him, he was like, what? So I don't think I said it right. He's very, very open. Even the first day, I told him, listen, I want to do a weird concept. I want you to take your phone and try and type your name with your eyes closed. This video. Yeah. And he was open immediately. He said, yeah, bro, I think I can do it. So he's been really nice to us so far, really nice guy, and we're just happy he's here. I think the more that he's here and becomes a favorite for the fans, and a favorite for the club, you'll start to see more videos of him. And the last, can you pronounce the Ხვიჩა კვარაცხელია? Ხვიჩა კვარაცხელია. Boss. Thank you very much. Bro.
დღეისთვის სულ ეს იყო სტადიონზე. აქ ხვალ დაუბრუნდებით, დღეს კი მორჩა. წავალ ცოტა შევჭამთ, დავიცვენებთ ხვალდელი გრძელი დღისთვის მომემზადებით. და შეიძლება ცოტა ქალაქში გავიაროთ, სადაც არაფერი არ ხდება, თუმცა ნახოთ იქ რამე ხდება. საკმაოდ მშრალი სიცივეა, აქ როგორც ფინაზე იყო საფრანგეთში, თუმცა ჩვენთან ერთად არის უთბილესი და ულამაზესი New Balance-ის კურთუკი, რომელიც გვათბობს და ასევე New Balance-ი, როგორც იცით, ზრუნავს ჩვენს იმიჯზე ვიდეოში და ჩვენი პარტნიორები არიან. მატჩის დღე მშვიდობისა გენგამიდან დღეს გუშინელთან შედარებით შვენიერი ამინდია მზეა, უკვე მივდივართ სტადიონით, სადღაც 1 საათი გვჭირდება ფეხით, ტაქსები აქ არ არის ამ ქალაქში, ან თუ არ დაკავებულია, ანუ ტაქს აპლიკაცია არ არის, ესე რომ დაპინო ტაქსი და წახვიდე, ასე რომ ფეხით მივდივარ სტადიონისკენ. მადლობა ჰაინეკენს, რომ ამ არალამაზ ქალაქში, თუმცა მნიშვნელოვან მატჩზე დღეს ვიქნებით და მომავზადებთ ვლოგს თქვენთვის. თამაშამდე 3 საათით და დაახლოებით სტადიონთან ვართ. ჩვენს უკვე ხედავთ სტადიონს, სადაც თამაში უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით ბევრი ხალხი არ არის ჩვენს უკან. ჩვენ კი უნდა შევიდეთ უკვე სტადიონზე მალე. სადაც გუნდებიც მალე მოვლენ, სადღაც ალბათ 1 საათში, 40 წუთში. ჩვენ უკვე გახურება, სტადიონი გაივსება, დარწმუნებული ვარ. საინტერესო თამაში გველდება, ეს ხო ჩემპიონთა ლიგაა. სტადიონზე ვართ უკვე, თამაშამდე დარჩენილია სადაც 2 საათი, ფეხბურთელებიც მალე მოვლენ. სტადიონზე არ არის ბევრი ხალხი და სიმართლე რომ გითხრათ, რაღაც აი პირველად არის ეს სტადიონზე თამაშზე ჩემპიონთა ლიგაზე რომ დღისით, ხედავთ დღეა, ჩემპიონთა ლიგაში უხდება ღამე, უხდება ლამაზი სტადიონები, არ არის ეს სული სტადიონი, კოხტა გემრიელი სტადიონია, თუმცა არა ესეთ როგორც ჩემპიონთა ლიგის თამაშებს შეეფარება, მინდორი ცუდი და კიდევ ბევრი სხვა დეტალია ესეთი, ის გამოც ვერ ვიტყვის რომ ეს შეიძლება იყოს ტოპ სტადიონი. თუმცა ნახოთ ხე როცა შევისება, შენ უკვე გეტყვით და ვიდეოში განახებთ თუ როგორი ატმოსფერო იქნება. Man, that's some give. It's terrible food. The guy can't even eat fish. Je mets un gros steak à l'intérieur de sa galette salade. Je crois que ça va venir. Ça va venir, mon mec. On va y arriver. Mais c'est ça aussi, le risque de ce métier. On n'a pas beaucoup. სასტარტო შემოდგომები დაიდო და ყარა სათადარიგეთა სკამზეა. თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიძლება ავხსნათ იმით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე PSG-მ ბოლო 2 შეხვედრა, გადამწყვეტი 2 შეხვედრა, რათა ძალიან ჭირებათ მოგება. City-სთანაც და Stuttgart-თანაც მოიგეს იმ შემტევი ფეხბურთელებით, ვინც ამ წამს განა შემოდგომაში და ცოტა ისე რო შევხედოთ, ლუის ენრიკესთვის არ იქნებოდა მარტივი, რომ ის რომელიმე იქიდან სკამზე დაესვა შესაბამისად. ყარა ბრუნდება ჩემპიონთა ლიგაზე და მეორე ტაიმში დარწმუნებული ვარ შემოვა მოედანზე. ჩვენ კი როგორც სუბიექტურად შეუძლია ის თქვა, რომ რაღაც ის ნაწილი სანამ ყარა შემოვა ვიყოთ ბრესტისკენ ცოტა, რომ თანაბარი თამაში იყოს და თანაბარი ანგარიში და შემდგომ ყარა შემოვიდეს და დავატრიალოს ის, რაც ყარას ჩვევია.
ძალიან კარგი ატმოსფეროა სტადიონზე. გუნდები გამოდიან, ახლა ხედავთ უკან ძალიან სილამაზეა. თიმი დაიწყება ძალიან მალე. მე კი მინდა გითხრათ, რომ სეტანტა სპორტზე შეიკრა GeoTeam-ის პრომოკოდი GeoTeam 30 თუ რეგისტრაციისას სეტანტა სპორტ.com-ზე შეიყვანთ პრომოკოდ GeoTeam 30 მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას ყოველთვიურად. მეათე წუთია და სულ PSG ფლობს ბურთს. რა თქმა უნდა, სათამაშო უპირატესობა აქვს, თუმცა ჯერჯერობით მომენტის გარეშეა ორივე გუნდი. რა თქმა უნდა, როგორც ოდით PSG ორივე თამაშის ფავორიტი იქნება. ეხაც PSG-ა ბურთით. მიდის სანახავად. გადამოწვა პენალტია მატჩის სტარტზე მე-15 წუთი თუ არ ვწდები. ნიშო პენალტი საჯარიმოში ხელით თამაშისთვის. PSG-ს აქვს იდეალური შანსი ბურთთან ვიტინია. მატჩის 21 წუთზე დაწინაურდა PSG ვიტინიას პენალტიდან დარტყმით. დედაქალაქური გუნდი წინ გადის და იღებს მატჩის სტარტზე კომფორტულ სიტუაციას. ეხლა უკვე PSG-ს ეკრება შანსი ამოისწროს ბრესტს ეკრება შესატევი, რაც კომფორტული სიტუაცია რა თქმა უნდა PSG-სთვის. აი ბრესტის პირველი სახიფათო მომენტი დღევანდელ მატჩში 35 წუთზე მასპინძლების ჩაწვეული კუთხური შემდეგ დარტყმა ძელს მოხდა. ეს იყო პირველი პასუხი გაშვებული გოლის შემდეგ ბრესტისგან. 0-1 მას შემდეგ არც PSG-ს გონია გოლის შემდეგ რაღაც განსაკუთრებული მომენტი.
ამასობაში პირველი ტაიმის მიწურულს PSG-ს უპირატესობა ხდება ძალიან კომპაქტული შესანიშნავ ფორმაში ყოფნა უსმან დემბელემ 45-ე გოლი გაიტანა და გასახდელში ატანს გოლს პრეს 2-0. პირველი ტაიმი დასრულებულია 2-0 PSG-ს სასარგებლოდ. რა შეიძლება ითქვას პირველ ნახევარზე სუსტად ასახავს ანგარიში თამაშის მიმდინარეობას. მთელი ტაიმის განმავლობაში PSG ფლობდა როგორც ტერიტორიულ ასევე სათამაშო უპირატესობას. და თავიდან ვიცოდეთ რომ PSG ქონდა ამ თამაშის ფავორიტი, მეგობრებო შეგახსენებთ რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი, ისინი გვეხმარებიან რომ გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები თქვენთვის. მადლობა მხარდაჭერით, ახლა კი წავედით და ვნახოთ მეორე ტაიმში ველოდებით კვარას. ESM პირველი ტაიმის როგორც დაასრულა, კარგად ასევე დაიწყო აქტიურად მეორე ნახევარი 50-ე წუთზე ბრედლი ბარკლო დარჩა 1-1 და ცალკეულში გაატანია დესირე დუეს, თუმცა მანამდე თამაშგარე დააფიქსირა მსაჯმა და ბრესტი თამაში რჩება ასე თუ ისე მაინც მესამე გოლი უკვე დაამთავრებდა აბსოლუტურად ყველაფერს. და ხედავთ რომ კვარა ხურდება. ოპა, მოდი განახოთ. ესეც კვარა ხურდება. რომ PSG-მ დღევანდელი თამაში დაამთავრა 66 წუთზე ოსმან დემბელემ დუბლიში დასრულა 3-0. ხუჩა კვარაცხელიაც მოედანზეა. ხუჩას 20 წუთზე მეტი ეკრება თავის გამოსაჩენად. მატჩი დასრულებულია 3-0. მატჩი დასრულებულია 3-0 PSG-ს სასარგებლოდ. კვარას ჰქონდა 20 წუთი თავის გამოსაჩენად, თუმცა უკვე ისე დროს, როცა ყველაფერი დამთავრებული იყო და PSG აღარ ცდილობდა შეტევას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ PSG შემდეგ ეტაპზეა, თუმცა საპასუხო მატჩი წინ არის. ეხლა წავედით მიქსონაში, ვეცადოთ ფეხბურთელებს გავუსაუბროთ, თუმცა PSG-მ გითხრა რომ არ ვიცით კვარა გამოვა თუ არა და ვნახოთ თუ გაგვიმართლებს. ანუ გუნდი წვეთს გამოვა თუ არა ფეხბურთელი გასახდელიდან მიქსონაში. სამწუხაროდ დღეს კვარას კომენტარი ამ ბლოგში არ იქნება, იმიტომ რომ როგორც გითხარით, თვითონ PSG არჩევს თუ რომელი ფეხბურთელები თამაშის მიხედვით უნდა გამოვიდნენ გასახდელიდან მიქსონაში. დღეს კვარა არ გამოვიდა მიქსონაში.
თუმცა რა თქმა უნდა შემდეგ თამაშებზე გვექნება შესაძლებლობა რომ მას გავესაუბროთ ინტერვიუს სახით. ხა კი წავედით სახლში და რა ვიცი, უნდა დავამონტაჟოთ ეს ვიდეო. ხოდა ამ ადამიანს ისეთი რაღაცა გააკეთა ხა ჩემთვის, რომ მეც მინდა რომ თქვენ იცოდეთ. ესეც ასე მეგობრებო ჩვენი ჩემპიონთა ლიგური ვლოგი გენგამიდან დასრულებულია, შეგვიძლია ვთქვათ რომ 99.9%-ით PSG შემდეგ ეტაპზეა გასული. ეს იყო პირველი მატჩი კვარასთვის ფრანგულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე. თხოვნა რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ეს ვიდეო მოიწონოთ, ერთ კვირაში გელოდებათ ვლოგის საპასუხო მატჩიდან, Parc des Princes-დან, პრესის წინააღმდეგ. კომენტარებში კი მინდა ესეთი რაღაც დაწეროთ. დღეს როცა ეს ვიდეო ვიდება, ხუჩა კვარაცხელია ხდება 24 წლის 12 თებერვალს იდება ეს ვიდეო, ხუჩას დაბადების დღეა. მე კი მინდა რომ დაწეროთ კომენტარებში რას უსურვებდით ხუჩას, აი თქვენი მე მისალოცი, აი რა იქნება თქვენი სრული. მე უსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას ხუჩას. ჩვენი ქართული ფეხბურთის და არა მარტო ქართული ფეხბურთის ვარსკვლავს და ესე ვიტყვი რომ როცა ის ჯანმრთელად იქნება, მისი ყველა ოცნება ასრულდება, იმიტომ რომ ის არის საოცრად მიზანდასახული ადამიანი. ვამაყობ რომ ქართულ ფეხბურთს ხუჩასნაირი ადამიანი და ფეხბურთელი ყავს. მადლობა მას, ასევე მადლობა Heineken-ს რომ მოგცა საშუალება დღევანდელი ვიდეო თქვენთვის გაგვეკეთებინა. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე, აბა კარგად. მოკლედ მეგობრებო, ახლა მივიდივარ სახლში, მაგრამ სამ სახლში მივიდო, ერთი ადამიანზე მინდა გითხრათ რა. ადამიანი, რომელიც ძალიან მოულოდნელად შემთხვევით გავიცანი აეროპორტში. ხოდა ამ ადამიანს ისეთი რაღაცა გააკეთა ახლა ჩემთვის, რომ მეც მინდა რომ თქვენ იცოდეთ. როგორც გითხარით, არ არის ტაქსების აპლიკაციები გენგამში და ჩემ სახლამდე იყოსაც 1 საათი ფეხით რა სტადიონიდან და ეს ადამიანი ცხოვრობს დავით ბასლანზე. მინდა რომ იცნობთ ეს ადამიანებს, იმიტომ რომ ისეთი მართლა კი თვითონ მithom ამდენი მადლობა არ არისო საჭირო, მაგრამ აი რო დაფიქრდები ეს რაღაცა შეიძლება ანუ ახლობას არ გავუკეთოს და სულად უცხო ადამიანმა მე პირველად გაგიცანი გუშინ წინ რა. ჩამოვიდა ბრესტიდან, სადაც 100 კილომეტრი ხო ეგრეა? 100 კილომეტრიო, 1 საათი მე სიცივეში თამაშს მე არ დაუბრუნებულიყავი და ძალიან დიდი მადლობა ძმაო. რასაც შევაკეთებ ქართული ფეხბურთისთვის, ხარში უნდა დაგიდგეს ყველა ქართველი ადამიანი. უღმესი მადლობა და ხელშეწყობა შეუძლია ჩემი გადმოსახედით. აი ესეთ რაღაცებს ვის მახსენდება რომ მადლიხენი ხაზდადი გაერეწინდა ხვდება და ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოს როგორც შენ ხა მე დამეხმარე, როგორც გამახარე და მინდა რომ გულები გაუსპამოთ ამ ადამიანს კომენტარებში რა. შენ ფოლოვერებს კიდე გამორჯობა და მოგხო. ენად საერთოდ